მოგესალმები დადგა სამშაბათი მეგახლავთ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიგეთ ყოველს ადამიანით განსასწრებაში ნახეთ ვენერება და სიხარული მინდა გისურვოთ პატიმრებს და უცხოეთში ყოფ ქართველებს და ყველა იმ ადამიანს ვისაც რაღაცა ტკივილი მწუხარება გაწუხებს დღეს არის ურთულესი ჩემთვის თვითონ ეთერი და თვითონ კვირაც ისეთი ურთულესი იყო იმიტომ რომ ჩვენ ამ წინა ეთერში მოვიხსენიეთ მამა კახაბერი გარდაიცვალა რუსთავის აი რუსთავის და მთელი საქართველოს გული იყო ეს ადამიანი იყო ის ადამიანი რომლითაც ხალხი ამაყი იყო რომ მას იცნობდა და მთელი საქართველო ამაყი იყო არა მარტო აქ არამედ ზეცის წინაშეც იმიტომ რომ ამ ადამიანს გააჩნდა ისეთი თვისება რომ ერთხელ რო გენახა ეს ადამიანი შენიანად მიგაჩნდა და აი თითქმის რუსთავში ადამიანი არ არსებობს რომლისთვისაც მას სიკეთე არ ქონდეს გაკეთებული და უდიდესი დანაკლისი არის ეს უდიდესი დანაკლისი არის არა მარტო რუსთავისათვის არამედ მთელი საქართველოსათვის და რა თქმა უნდა ამ ქვეყნისათვის არის დანაკლისი აქაური მაგრამ ზეციური ძალიან დიდი შენაძენი არის და სამწუხაროდ ჩვენ და აი ყველაზე დიდი ტკივილი რასაც მოაქვს რომ ესეთი გმირი და დიდი ადამიანები აი ესე უბრალოდ ჩვენი ცხოვრებიდან უჩინარდებიან აი ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს ამიტომ უნდა ვიცოდეთ იმიტომ რომ 1000 აი წარმოგიდგენთ აი მიუხედავად იმისა რომ ზაფხული აგვისტო არის 1000ობით ადამიანი მოემართებოდა რეგიონებიდან აი ადამიანი არ არსებობდა მასთან რომ მიუხედავად იმისა რომ იმდენ ხანს ვერ იცოცხლა ხო მასთან რაღაცას ისტორია არ გააჩნდა ისეთი ადამიანები ვნახეს საერთოდ რომ ერთმანეთთან კავშირი არ ქონდათ აი ეს ადამიანები იყო ღვთიური ადამიანი და ის ადამიანი რომელმაც საქართველოს ეკლესიის აი გამდიდრებაში მიიღო მონაწილეობა იმ სიმდიდრეში რომელიც არის მისი სახით რა ესეთი ადამიანები ამდიდრებენ საქართველოს და მისი სულთ და უკვდავსაყოფად ამ ქვეყნად მე ყოველთვის თვეში ერთხელ იქნება ორჯერ იქნება თუ როცა არ უნდა მოუწიოს მისი დაბადების დღე იქნება წლისთავები რაღაცა ყოველთვის გავაშუქებ ხოლმე აი მართლა ვიზიარებ იმ წუხარებას მამაოს არის უდიდესი დანაკლისი ამ ქვეყნად და აი ჩემი მწუხარება მართლა აი ღიმილი მოკლა მთელი რუსთავში იყო ცრემლი ცავსე ხალხი და მადლობა მამა კახაბერს იმისათვის რომ რაც იმოღვაწევა რაც იყო ამ ქვეყნად ხო მე აუცილებლად ვეცდები რომ მისი ნამოღვაწარი აუცილებლად სულ გამოხატო ხოლმე დიაკვანი დავითი გახლავთ ჩვენი სტუმარი დღეს მისი აი უახლოესი ადამიანი მოვიწვეთ რომლის კურთხევაც ბოლოს რაღაცნაირად თითქოს მამაოს გული უგრძნობდა რაღაცა და აი ყველასთან რაღაცნაირად თავის იმ აი რო გაიგრძელებინა გზა ამ მისამართს აძლევდა ხოლმე და მამაო არის ის ადამიანი რომელიც მასთან გაიზარდა შვილივით და ბოლოს იკურთხა მისი რეკომენდაციით და ყველაზე მთავარი რაც არის რომ რაღაცნაირად გული უგრძნობდა თითქოს რომ იმ ტაძარში სამწუხაროდ ჩვენ და ბოლო 1 წლის მანძილზე სამი სასულიერო პირი იყო და გარდაიცვალნენ აუცილებლად ამ სასულიერო პირების ოჯახებსაც მე გაგაცნობთ დღეს უბრალოდ ძიმე პერიოდი არის და მინდა რომ რაღაც აი რამოდენიმე დღის დაკრძალულია ეს ადამიანი და ესე რაღაცნაირად მოვეფერო და გავიხსენოთ მე მინდა რომ ყველა მიცოდე ისედაც იცის დიდმა ნაწილმა საზოგადოების მაგრამ ყველა მინდა რომ იცოდეს ამ ადამიანის შესახებ რომლემაც აი თუ რამე გამომცემლობა მე მინდა რომ აუცილებლად განახოთ ეს იმიტომ რომ აი 50-მდე წიგნი აქვს გამოცემული მამაოს და ეხლა თქვენ ნახავთ უბრალოდ ყველა იცნობთ ალბათ აი ესეთ ლოცვის წიგნებს მამო იყო ის ადამიანი რომელმაც პირველად წარმოიდგინეთ საქართველოში კალენდარში აი მისი წარმოიდგინეთ აი 12 ასურელი მამის ხსენება მაგალითად იყო ყოველთვის ერთად და დღეს რო აი ცალკეულ ვიხსენიებთ და სიტყვაზე კალენდარში არის აი შიომღვიმელის მოხსენიება ანტონ მარტყოფლობა ის აი მამაოს უდიდესი წვლილია და უდიდესი დამსახურება წარმოიდგინეთ აი ეს წიგნები ყველას გეცნობათ ალბათ 50-დან 100-მდე წიგნი აქვს გამონაცემი თავის პირადები კიდე ძალიან ბევრი აქვს რომელსაც უბრალოდ ხელი არ მიმიწვდა იმიტომ რომ იმდენად ჩქარობდი და აუცილებლად იქნება მამა დავით ძალიან დიდი მადლობა რომ მობძანეთ აი ამ ძიმე პერიოდში მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ესე გავიხსენებთ მამაოს იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ და რომ აი ისე მიჭირს მამაოზე წარსულში და გახსენება მამაოსი რომ რა ვიცი თუ შეიძლება რომ აი რაღაცნაირად დაგვეხმარეთ თქვენი ლამაზი სიტყვით და იმით რომ მე ვხედავდი იქ თქვენ განცდებს თქვენი ოჯახის განცდებს იქ მრევლის განცდებს იქ აი რა ვიცი მე მთელი რუსთავს არ გაუღიმია მე არ მეგონა ის ადამიანები იმდენი ხალხი მოდიოდა ამ აგვისტოში და მადლობა მამაო და ესე უეცრად წავიდა და თითქოს რაღაცა ისეთი ადამიანი იყო რომ უეცრად გაჩნდებოდა ჩვენ ცხოვრებაში და რაღაცნაირად ანგელოზივით ისე რაღაცნაირად მიდიოდა თუ შეიძლება რა შეიძლება მამაო რომ გაიხსენოთ
პირველ რიგში მოგესალმებით ყველას ჩვენს ძვირფას მაყურებელს. Პირადად თქვენ გიორგი დიდი მადლობა რომ ამის საშუალება მოგვეცით, რასაც ახლა გხედავთ ჩვენ მართლა გვიჭირს მამაკახაბერზე წარსულში ლაპარაკი, იმიტომ რომ ჯერ გონზე ვერ მოვსულ ვართ, სულ ახლა შაბათს დავკრძალეთ, დიდგორობას გარდა გვეცვალა მამაო, თვითონ როგორიც იყო ესეთი ქართული სულით სავსე და იმ დღესაც უბრალოდ ფიზიკურად დილით ვერ შეძლო ფიზიკური ჯანმრთელობის გამო, მაგრამ ეს შემთხვევით ხო არ ხდება, ჩვენ ხო ვიცით და აი დიდგორობას გაიყვანა უფალმა და ყველას მინდა რომ აქედან კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადო, ვინც მოვიდა, ვინც მამაოს მოეფერა, მის ხედარს ცრემლი გაატანა, ლოცვა შეეწია და დაახმარა და ყველას აქედან კიდე მინდა რომ მეც მიუსამძიმრო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სულიერი შვილები, მეგობრები ხო რუსთავში ფიზიკურად არ არიან, ზოგი საზღვარგარეთ არის, ემიგრანტები არიან ძალიან ბევრი, გიორგი წერენ იქიდან, რეკავენ, მოკლედ ყველა ტირის, ვინც ამ ადამიანს იცნობდა და აი წეღან კარგად თქვით რა, რომ აი ერთხელ შეხვდებოდი, აი უბრალოდ რაღაცა პერიოდს 1 საათს თუ რაღაცა 2 საათს გაატარებდი მასთან და მთელი ცხოვრება უყვართ ამ ადამიანებს მამაო და იხსენებენ იმ მომენტებს და ყველას უსამძიმრებ ხალხო, ეს არის პირველ რიგში ეკლესიის ძალიან დიდი დანაკლისი. უსამძიმრებ რა თქმა უნდა აქედანაც მის მეუღლეს, საოცარ ადამიანს, ფატის, რომელიც არის აი სულ თვითონ ადარებდა ხოლმე ეს რა ქვია და რაღაცა აი პარალელებს აავლებდა ხოლმე და მეც მეუბნებოდა რომ ხო იციო დიდ ჩვენს წმინდას ილია ჭავჭავაძესო როგორი მეუღლე ყავდაო და ილია არ იქნებოდა, ილია რო არ ყოლოდა ოლხავდა. მეც ესე ვარო, მე რო ფატი არ მყავდესო, მე აი რასაც მხედავთ ეხა მღვდელიო ხო ვარო, აი ესეთი როგორიც ვარო, რასაც მივაღწევ ამ ადამიანის გარეშე ვერ ვიზავდიო და ჩვენ ვიცით აი ამ წიგნებზე რო საუბრობ, აქედან რამდენიმე წიგნი პირადად ფატის ნამუშევარია და ღამეებს ათენებდა წლები, აი კონკრეტულად აი ტროპარიონი განსაკუთრებით. აი ეს წიგნი და ყველა წიგში კი და სულ ერთად მუშაობდნენ და მე მინდა ჩვენს ფოფოდიას კიდე აქედან ამ სამძიმართან ერთად უთხრა რომ ის ძალიან ბედნიერია. რო ესეთ კი მართალი ბზანდები და ძალიან დიდი ტკივილიც არის. აი მართლა მამაო, აი წარმოგიდგენ ხა მამაკახაბერი ისეთი ადამიანი იყო რომ მე თქვენ და როგორ დაგვაკლა და წარმომიდგენია აი რამხელა ტვირთი არის ის რომ ამ ადამიანს ყოველდღე ესეთი ურთიერთობა ქონდა და უბრალოდ არ ყავს და აი მართლა აი ყველა სიტყვა ზედმეტი იმდენად დიდად უზიარებთ და აი ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა. ხო და აი რის თქმა მინდა იცით რომ მე ახლა აქ რომ მოდიოდი მე ვიცოდი რომ ეს ჩემთვის იქნებოდა მძიმე ეს ეთერი. მაგრამ უნდა შევძლოთ მას ესაუბარი მოკლედ ბოდიშ გიხდით, თუმცა ამ გულწრფელობისთვის და ცრემლებისთვის მე საბოდიშო შეიძლება მარტო მამაკახაბერთან მქონდეს, იმიტომ რომ სხვა რაღაცას მასწავლიდა ხოლმე, მაგრამ ნუ ეს იმდენად მოულოდნელი იყო. ხო არის გიორგი რაღაცას ეჩვევი, ადამიანს უყურებ ოჯახის წევრს, რომ რაღაცა უძლურებაშია და ეგუები რა, აი დღესელოდები ხვალ რაღაცას, მაგრამ ოდესაც ადამიანი ესე მოულოდნელად დიდგორზეც ერთად უნდა წავსულიყავით ვიმეორებ და უცებ გირეკავენ და ამას გეუბნებიან, ეს არის, არ ვიცი ამას ქართულ ლექსიკონში რა ქვია, ვერ ხსნით რა და ეხლა ჩვენ უნდა ვისწავლოთ მის გარეშე ცხოვრება, მაგრამ ის ჩვენთან არის. ეხლა ყველა გავხდა უფრო სულიერი. ნახეთ რას მივხვდით. აი მანამდე განსხვავება რო იყოს მეთქი რა, ესე ჩემი თუ ამბობდი რომ აი ხო არის სულიერ მოძღვარს ვეძახით ჩვენს ადამიანს, რომელიც ყავს, მაგრამ იცი რა არის, რაღაც განსხვავება უნდა იყოს, რომ ადამიანი რომელიც ჩვენს გვერდით იყო, ხო? და დღეს აღარ არის და მართლა მარტო სულიერი გახდა. აი ახლა გახდა ჭეშმარიტად სულიერი რა. მანამდე ხორციელად იყო ჩვენთან ერთად, რაღაცას ვაკეთებდით, იქ მამაო არ იყო, რაღაცას ხო იცი როგორ არის რა, ეხლა ადამიანები ვართ და ეხლა უკვე მეტი პასუხისგებლობა მაქვს და ხვდები რომ ყოველწუთს მიყურებს, გესმის და აი სულიერად უფრო გავგზარდა მამაოზე ვლაპარაკობთ სულიერებაში უკვე. ხორცზე აღარ ვლაპარაკობთ, ხორცი დავკრძალეთ რა. მისი სხეული მივაბარეთ მიწას და ეხლა ყველა უფრო გაგხვდა მისი ჭეშმარიტად სულიერი შვილები. და აი ამ
გარდაცვალებამაც ჩვენშიც ნახე რაღაცა ტრანსფორმაცია ყველა რაღაც სხვა რეჟიმზე გადავერთეთ რა ხო და ეს ერთგვარად ჩვენთვისაც არ ვიცი ალბათ რა არის თუ კარგად შევხვდებით და გადავიტანთ ამას ზრდა იქნება ეს ჩვენთვისაც რომ სულიერად გავიზრდებით რომ ის ადამიანი იქ არის არსად წასულა ტაძარი მისი მეთვალყურეობით აშენდება და ეს ღვთისწყალობით იქ ითქვა და მე მინდა რომ ეხლა ჩვენ ემოციებზე რომ არ გავჩერდეთ დიდხანს იმ საზოგადოებას რომელიც არ იცნობდა მამა კახაბერს ფიზიკურად აი ეს მინდოდა რომ მე თქვა იმიტომ რომ ის იყო საოცრად ხალასი ადამიანი საოცრად ძლიერი სულის პატრონი და მოკლედ ვიტყვი რომ დაიბადა რუსთავში სკოლაშიც იქ სწავლობდა ყავდა ძალიან კარგი მშობლები აი იხსენებდა ხოლმე რომ დედა ჩემიო და ბებია ჩემიო ეხლანდელ თანამედროვე გოგოებს ახალგაზრდებს რომ შემოდიან ტაძარში ცოტა ისე ან ქუჩაში ჩაცმულებს რომ ხედავს აჩერებდა და ბევრისთვის უთქვია ჩემთან ერთად აიო ერთი თავშალი ხო ეკრაო მეორეც ეკრაო რომ კიდევ აი ეს და აი ისე გზრდიდაო სიყვარულითო ყველაფრითო ანუ ესეთ ოჯახში გაიზარდა მე ბოლო 3 წელი საერთოდ სოფელ ბოდბეში ისწავლა მამაო ბოლო 3 წელი და თვითონ იხსენებდა ხოლმე კახური ეს ხასიათი ეს ხალასი იუმორი ეს ხო იცი ეს ძალა რაღაც კახური რაღაც პრინციპულობაც რაღაცაში სიჯიუტე რო იტყოდა რომ ეს უნდა გავაკეთოთ ეს და სულ იხსენებდა ხოლმე ამას და ბოლო 3 წელი იქ ისწავლა ბოდბეში მე უკვე უნივერსიტეტში ჩააბარა აქ გეოფიზიკურ მიმართულებით ანუ და ესე იგი თვითონ სულ ამბობდა ხოლმე რომ ესე იგი სამყაროშიო უფალთან მისასვლელი ორი გზა არისო და მეო ესე იგიო ესე ვცხოვრობდიო რომ ოჯახიდანო 5 მიცვალებული გავასვენეო 8 წელიწადშიო და ეს პროცესი რო ვერ გავაჩერეო აი მაშინ უკვე მივხვდიო რომ მივედიო და ღმერთს ხოვე რომ ღმერთო ოღონ ეს პროცესი გააჩერე ერთი ფატიღა დამრჩაო და მე შენ გემსახურები და შემოგიდგებიო და აი აქ მოხდა მამაოს შემოტრიალება ღვთისკენ აი რასაც ქვია მთელი ძალით და მე ეს რა ქვია ფატი იხსენებს ხოლმე რომ მეო დამავალაო თხოვაო რომ მოდიო შენო ტაძარში არე და შენ მადლი მოიტანეო და მეო ისა ოჯახშიო რაღაც ხავს და ბარაკას მოვიტანო და მე მოხდა რომ თვითონაც აი ესე ნელ-ნელა უკვე ეკლესიის წიაღში შევიდა ეს იყო რუსთავში მეუფე ათანასე საოცარი ადამიანის პერიოდში მეუფე ათანასე ყველამ ვიცით როგორი ადამიანი იყო ძალიან გულწრფელი და უბრალო აი ეს ახასიათებდათ ორივეს რა რომ ძალიან გულწრფელი და უბრალო იყო მეუფეც და მასთან ერთად ჯერ იყო ეპარქიის ხაზინადარი მთელი წლები და მე 99 წელს აკურთხა რუსთავში წმინდა ვახტანგ გორგასლის საკათედრო ტაძარი რო გვაქვს ჩვენ გიორგი რუსთავში იქ აკურთხა დიაკვნად მე მალევე 2000 წელში აკურთხა უკვე მღვდლად და 25 წელი გავა. კი 25 წელია 26 წელი უკვე ნუ გამოდის ხო სასულიერო პირია მამაო და მე 2004 წელს მოხდა ესეთი ჩვენთვის ბედნიერი ფაქტი და მოვლენა რომ ჩვენს უბანში 21 მიკრორაიონი ქვია ჩვენ უბანს ვინც რუსთავი ვიცით შემოსასვლელში მამაო გადმოვიდა და იქ დაიწყო უკვე წირვა და დაიწყო ძალიან ესეთი უცნაური იყო მაშინ ესეთი რამ და სულ იხსენებდა და ამაყობდა ხოლმე რომ ჩვენ პირველი 13 ასურელი მამის ეკლესია ვართო აი თვითონ ტერმინი და მე-13 დღის სხვათაშორის ამბობს ეს კადრი მე გავდიახ კი და ხო და ესე იგიო ჩვენო ვართო პირველი ეკლესიაო რომელსაც ეწოდება წმინდა 13 ასურელი მამის მანამდე იყო წმინდა იოანე ზედაზნელი და 12 მოწაფე მისი და აი ეს თვითონ ტერმინის და პირველი ოდიკი რაც მთავარია პირველი ოდიკი საპატრიარქოდან 13 ასურელი მამის სახელობის გამოარძანა მამამ და დავიწყეთ იქ ლოცვა იქ სამლოცველო გვაქვს ესეც უნდა ითქვას აუცილებლად ყოველთვის მადლიერი იყო ჩვენ ბაღის შენობაში ვართ ნახავდი ეს ახლა უკვე ბევრგან ეს ტრადიცია არის რომ ვიდრე ტაძარს ააშენებს ხუდელი სადღაც ხო უნდა წიროს იქ დავდგით შესანიშნავი ტრაპეზი ჩვენმა სამეგობრომ ქვისთლელები არიან ბიჭები რუსთაველები თავისი სულიერი შვილები სულ ყველა 6 თუ 7 კაცი იყო ხალხი არიან ვისაც დიმიტრი ხო კობა გოგოლაძე პაატა კუსიანი პაატა ქერეჭაშვილი მოკლედ ეს ბიჭები რა ქვისთლელები და ჩვენც იქ ეხა ხალხი წარმოიდგინე წირვა ლოცვა დაიწყო რომ შევიდა სამლოცველოში 13 დღეში ესეც სიმბოლური იყო რა და 20 მაისს გაიხსნა ტაძარი 2004 წელს იმის მერე აქ წირავთ
და მოკლედ აი იქიდან უკვე იწყება მამაოს ესე იგი ახალი რაღაც ეტაპი რა ცხოვრებაში. მამაო, სხვადასხვა მაქვს კადრები და რომ გაუშვა შეიძლება რომ აი სიტყვაზე ვიდეო პატარა ის აბა ისთვის არის. ხო და აი თუ შეიძლება რომ ის გაუშვათ, იმიტომ რომ მამაოს ინტერვიუ არის პატარა ისეთი და ისა თუ არის იმათ რა ქვია წეღან აი უცბად რაღაცნაირად ვეცადე რომ რამოდენიმე დღე არის გასული ჯერ და თუ შეიძლება რომ ის კადრები გაუშვათ ავაშუაში. ზაზამ საფუძველი დაუდო უდიდეს საქმეს ჩვენი ეკლესიაში და საქართველოში. ეს არის 24 საათიანი ლოცვა დავიწყეთ, ავიცოთ გადაცვლილი იყო თუ არა და დავიწყეთ საუნების კითხვა რა 24 საათის განმავლობაში რა. და იმის მერე 15 წელზე მეტია უკვე 16 წელია რომ კითხულობ ამ საუნებს რა. ჯერ აქ ჩვენთან და მერე გადავეც სვეცხოველში და იმის მერე და დავიწყე პადაში როცა გავიარე გადაცვლილი იყო, მე დავიწყე პადაშვილის გადახდა რა 43 რა ყოველ დღე და მე ავდექი თერგებს აი 15 წელია უკვე მარტო ბრევს არა, აი საქართველოს ღვთისმშობლებს რა, ვაჟას დოდის შვილები წყავდა ვაჟებს შავლას და ლუკა რაზიკაშვილის დოდის შვილები, აი იმას უყოლეს ყველა კაი ქართულს უხდი ყოველდღე პადაშვილს რა, იქ არის ჟიულიში არტავაც იქ არის აი ძალიან ბევრი ქართველი რა, აი ესეთი ეცმინეო ჩემპიონატი ვატლი შევიტანო ამ ჩვენი ქართველების უცხოეთში რა და აი ამ საფუძველი ჩავყარა ყველაფერი ზაზა. ლოცვასაც, პანაშვილსაც და აი ხა დიდი იმედი ვარს რომ ეკლესიის შელებულობას თავისთავად ჩავყრო შენდეს საფუძველს რა. მამაო, აი თვითონ ზაზაზე რო გითხრას, აი როგორი პიროვნება იყო. ზაზა იშვიათი პიროვნება იყო, რაღაც სიშვილის განსახიერება იყო. წყნარი შვილი საქართველოს შეყვარებული სასაულად და ერთი რაღაცა მინდა ის რომ როცა აი სომის სანამ გარდაიცვალა მასიც რომ რონეჟილეთი რა. და ერთი ბიჭი ყავდა უკვე და მეორე მუცელში იყო რა. ეს ზაზას გარდაცვალების ერთვის მერე დაიბადა ანასტასია ჩემი ნათლია და ზაზას გაუხდიეს რონეჟილეთი და ვიღაც ჯარისკაცის მიუწია ოფიცერი იყო თვითონ მიუწია რომ მე ორი შვილი მაინც ამყავს და შეარავინ არ აკავსო და მე რო გარდაიცვალა არაფერი არ მოხდებოდა შეკიდე უნდა გააბრალო და მართლაც რო წმოდა რა ეს რონეჟილეთი გადარჩებოდა და ესე კაცურად ვაჟკაცურად და ხარფლად გარდაიცვალა რა მოყვასის სიყვარულში და იმიტომ ვეძრები და მომეხმარება ზაზა იმიტომ რომ ორი ცნები და გიყვარდეს ღმერთი უყვარდა და გიყვარდეს მოყვასშერი კიდე გააკეთა ყველაფერი ამ მოყვასის სიყვარულისთვის რა ისე რომ უფალი მოусმენს ზაზა და თხოვ მას რომ დაიცვალოს და გადაარჩინოს საქართველოს უფალს თხოვს წმინდა გიორგის თხოვს და თან ჩვენ ეკლესიის მშენებლობაში ხელი შევიწევს და მოგვეხმაროს მე ვიცი ჩემი გვარის ფუძე სოფელი ეს არის ხარაგაულის რაიონის სოფელი ვანი იქიდან ავარ ტაბადაძეები და აი ვანიდან მე გადავიდა ზოგი საჩხერის ზოგი ჭიათურაში ზოგი ზესტაფონის ზოგი ხაშური და ჩემი ბაბუის ბაბუა ჩამოსულია ხაშურის რაიონის სოფელ ჩუმათელეთში იქვია რა პრინციპში ქართლის ბოლო სოფელია არის ერთი გადმოცემა რომ ტაბადაძეების ბევრმა ტაბადაძეების ერთმა ნაწილმა იცის რომ არის აბაშიძეების განაყარი და იმაში ცემში ინახება ბეჭი მე თვითონაც ნანახი მაქვს, სადაც აბაშიძე იყო ვიღაცა და იქიდან მოდის ტაბადაძეების რაღაცა შტოვა და აღზეული გვაქვს ჩვენ, აი მე მაგალითად მამაჩემმა დავიბარა სულ ესე უბარებ ჩვენებს რა, რომ ჩვენ და აბაშიძის ქორწინება არ შეიძლება რა. დავიბადე რუსთავში, ძველ რუსთავში, საბჭოს ქუჩაზე. მე გადმოვიდა მეურვეობის პიროში ცხოვრობდით, მე 11 სკოლაში სწავლობდი და მე ბოლო 3 წელი 3 კლასი, მე 9 კლასი გადავედი სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეს სკოლაში სასწავლებლად. მე ვამბობ, რომ გიზღი არის საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და უშენერესი კუთხე რა, იმიტომ რომ არის გიზღელი როგორც ერთგული უალატო და შრომის მოყვარე და ქვეყნის მოყვარე. დავაბარე უნივერსიტეტში ვარ პროფესიით ინჟინერ გეოფიზიკოსი უნივერსიტეტი დავამთავრე. მე თვითონ გეოფიზიკოსი ვარ, მეუღლე მათემატიკოსია და აი ეს ორივე შრომის მოყვარეს მე 5 სული გარდაიცვალა ოჯახში, თითქმის 60 წლისავე თვითონ მეუღლესა ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და როგორ გავაჩერე სიკვდილიანობა, ვერ გავიგე მეთქი უფალს უთხარი და რა ვიცი თუ მეუღლის გადამერჩინე მეთქი და გემსახურები მეთქი და ეს მე ვემსახურებ. აი როგორ ვემსახურებ, ეს უკვე ხალხმა უნდა გადაწყვეტოს და არა ჩემი გადასაწყვეტია რა. საქართველოს პირველი 1300 მამის ეკლესია
გავუკეთეთ ყველაფერი სამეთასროს დაუჯდომელი არ იყო, პარაკლისი არ იყო, გამოვეცით, ხატები გავაკეთეთ, იმის, რა ქვია, დიდი ხატი იცით, ტაძარში კიდია, ანალოგიის ხატი, მოვერცხლი ხატი, კარები. აი რაც კი სამეთასროს უნდა და იმასაც კი ვიტყვი, რომ კალენდარში ყველა 13-ის ცალკე ხსენება არ იყო და ამ 13 ასული მამის, რა ქვია, ეკლესიის გახსნის მერე, აი რომ გადახედოთ კალენდარს, საეკლესიო კალენდარს, უკვე მე თამთან გაჩნდა სულ ცალ-ცალკე ხსენება. ყოველ ბარძიმში ვიხსენებთ გოგოლაურების ოჯახს, იმიტომ რომ ხალხთან ლეილას და დაწესებული იყო და დაწესე საქართველოში იმათი დღე ვინ ჩვენ ვერ დავაფასებ გული ვარქმევთ ვისაც ვერ მოვეფერეთ და ეს ერთ-ერთი პირველი მინდა რომ ეს იყოს ოლღა ჭავჭავაძიდან დაეწყოთ რა ამას იმიტომ რომ ყველაზე დიდი ვისაც ჩვენ გული ვარქმევთ აი ჩვენ დავუნებთ ნიკო ფიროსმანის საფლავი არ ვიცით ხო ამხელად კი ვიდეო ნებისმიერი ქართველისთვის და აი ეს ბავშვების აი მithumetis ახლა ხალები ხარ ყურადღება გეტყვით რომ ხო მინდა გითხრათ რომ აი გითხრათ ოლღა გურამიშვილი და ილია ჭავჭავაძის მიმოწერა რა ულამაზესი რამ არის და ძალიან გაგიჩნდება გული რომ წაიგითხავ სული კოჯან ესე მიმართავდა ხოლმე ილია ოლღას რა და როარ ყოფილიყო ოლღა არ იქნებოდა ილია იმიტომ რომ ოლღამ გააკეთა ყველაფერი და იმისთვის რომ ილია ჩამოყალიბებულიყო ესე მინდა რომ აი ბავშვებმა ეს ვასწავლოთ ეს და მიხვდნენ და გაიგზავნონ მომავალი ოლღა ჭავჭავაძეები, მომავალი ილია ჭავჭავაძე, მომავალი ილია ჭავჭავაძეები და მომავალი საქართველოს მფარველები და საქართველოს მკვლელები და მადლობა ამისთვის თქვენს უყოლეს იცახა აი დაგიბრუნდით, აი მამაოს ახლა მიხვდები, ვინც ნახავთ, ახლა ყველა მიცილდა და ისედაც ამხელა პიროვნება იყო მამაო და რა ქონდა იცი წარმოიდგინეთ ტაძრის კარს ღამეც არ ხურავდა, რომ ხახსელოცა და აი ეხლა უკვე 2000 კაცი დღე და ღამ კითხულობდა ფსალმონ, ამხელა ჯგუფი შეკრა წარმოიდგინეთ თქვენ ახლა, აი თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ აი საქართველოს რა ამხელაზე ეხმარება ის მლოცველთა ჯგუფები, რომლებიც აი მამაო მესე შექმნა 2000 კაცი წარმოიდგინე, ყავდა მარტო ვინც დღე და ღამ საქართველოს გამო და იმ გაჭირვების გამო რომ გამოვიდეთ საქართველო, კითხულობს აი ამ ლოცვებს და აუცილებლად ეს გაგრძელდება. აუცილებლად და მაგარი მრევლი დატოვა და აი ამ მრევლს დიდი მადლობა იმისათვის და სხვადასხვა მინდა რომ აი აუცილებლად მე ყოველთვის გავაკეთებ ხოლმე ვინც ჩვენგან ესე დროებით წავიდნენ. და აუცილებლად რაღაცა პერიოდის შემდგომ ჩვენ შევხვდებით ამ ადამიანებს აუცილებლად ყოველ თვიურად მე ყველა მოძღვარი ვინც გარდაცვლილი იმიტომ რომ ეკლესიაში არა მარტო მამაო კიდე ორი მოძღვარია გარდაცვლილი იქამდე და აუცილებლად მე სხვა მღვდლებს ოჯახებს იმათ მოვიყვან ხოლმე და თქვენ ყველას გაგაცნობთ თუ რა გმირი ხალხი არიან რა გმირ ხალხს ბადებს ჩვენი ეკლესია და რა გმირი და ესეთი დიდი ადამიანები რო არიან ჩვენ ეკლესიაში და აი მამაოზე ძალიან ბევრს გავაკეთებ კიდე მე გპირდებით რომ ყოველ თვიურად რაღაცა პატარა დეტალს რაღაცას გაგაცნობთ ხოლმე აუცილებლად იმიტომ რომ ეს ადამიანი ისეთი ადამიანი არ იყო უბრალოდ გაჩნდა და წავიდა უდიდესი ადამიანი იყო რომელიც ცხოვრებას გაისწორებ მისი მაგალითები და ამიტომ დიდი მადლობა მამა კახაბერს კიდევ ამისათვის და მის ოჯახს მის ფოფოდიას აი მართლა აი ურთულეს დღეებს და აი ამ იმას ურთულეს ცხოვრებას მომავალს აი აქედან უთანაგრძნობ და რა ვიცი აი ჩემი თავი შემოგევლოთ თქვენ და ამას სხვათა შორის არ ყავდა შვილი და ფოფოდია ამბობდა რომ თელი სიყვარულიო მის სულიერ შვილებში გადაიტანაო რაც აისახა მათზე და ყველა მისი შვილები ვართ და ყველა მისი შვილი იყო მაგრამ აი რაღაცა განსაკუთრებით ეს ის რაღაცნაირად ქონდა გადატანილი და მამაოს აი თვითონ როგორი ადამიანი იყო იცით აი თქვენ ამბობთ მამაო რომ ხუმრობდაო რაღაცაო არასდროს მე ახლა იმდენ ტკივილს ვიგებ მის შესახებ გადატანილი აქვს იმდენი ტკივილი იმდენი პრობლემა არასდროს ამას არ მოგახვედა მამაო ვერ გძნობდი მე ხარ რომ მიყვებიან მასზე აი რომ აი ეს ტკიო და ესე დღეში იყოს მეთქი ვიღაც სხვაზე იმიტომ რომ მე რომ ნახე მართლა სულ ხუმრობდა თამდაბლად რაღაცა და არ გაგზნობინებდა თურმე რამხელა ტკივი აი ამიტომ უნდა ვიცოდეთ შეიძლება ადამიანს ხედავდე მაგრამ რამხელა ტკივილს ატარებს ამხელა პრობლემის ქვეშ არის ჩვენ არ ვიცოდეთ ხო ისა რომ ერთი მეუბნებოდა რომ ადრე ძველ დროს თურმე ხანახან მივიდოდაო და იმას აკურთხებდაო მიწასო რომ ეკლესია ეშენებინაო და მეორე დღეს კორპუს აშენებდა ვიღაცაო წარმოიდგინეთ რა აი ესეთი გადავიტანეთ ხო რამდენი ექნებოდა ეს ტერიტორია ახლა გიორგი თვითონ შეიძინა შემდეგ
ეხლა მინდა რომ თქვა თავის გაყიდაო და კი იმიტომ რომ ის რო გაიყიდა მე ეს შეიძინა თვითონ და ეხლა ზუსტად საკუთარი სახლი გაყიდა ხო მამაო კი და იმ ფულით შეიძინა ეკლესიის და ეხლა უნდა გადაეცე საპატრიარქოს იმიტომ რომ პროექტზე ზუსტად ეხლა აი 2 თვის წინ ვიყავით ერთად მე ბედნიერი ვარ რომ აი ამ ყველაფერში ჩამრთო და მოასწრო და მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი რომ აი მოხდა ჩემი კურთხევა თვითონაც რომ აი დიაკონი უკვე ერთად ვართ რაღაცა იქ პროექტიც გამზადდა არ შეიძლება რო არ ვთქვათ ბატონი გოჩა ლაცაბიძე რომელიც არის უმაგრესი ადამიანი გიორგი ათობით ეკლესია აქვს წლები ამ კაც ნაშენები და ჩვენი არქიტექტორია იმ დღეს მამაოს ცხედართან ეს სიტყვა ითქვა რომ ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ მე რა რომ მამაო არის ზეცაში იქიდან უფრო დაგვეხმარება და მასაც მადლობა ამ გვერდში დგომისთვის აუცილებლად უნდა ვთქვა ეხლა ცოტა ემოციები მინდა გვერდზე გადავდო რომ საქმე ამ კაცმა რაც ხათაშორის მამაო ძალიან დიდი ბოდიშით უნდა ვთქვა რომ რუსთავის მერი ქალბატონი ხათაშორის იყო მოსული დიდი მადლობა იმისათვის რომ ესეთ ყურადღებას იჩენს ეხლა მე არ მანამდეც ესე იყო ქალბატონი ნინო ხო რუსთავის დიასახლისიო კი ბატონო აი ესეთი მე უთხარი ხათაშორის და მე უთხარი ძალიან დიდი მადლობა გქონდა ძალიან თბილი მამაო პირდაპირ ერთადერთ კრებაზე ვარ მე დასწრებული მეტი ვერ მოვასწარით და პირდაპირ თხოვა რომ იქნებო რუსთავში რომ შემოდიხარ ხო არის დიდი უშველებელი დროშა და იქნებო ეპარქიის დროშაც აღმართოთო და ამაზე თანხმობა თქვა ქალბატონმა ნინომ და გადაწყდა რომ მეორე შემოსასვლელი აქვს რუსთავს ესე გვერდიდან და იქ კიდე დიდი ეპარქიის დროშა აღმართოთო მამაო იყო აი უწმინდესი სამძივრის წერილიც ხო ნახეთ იდეების გენერატორი იყო ეს კაცი ესე იგი ახალ იდეებს ისეთ სიტყოდა რომ არავის არ ქონდა მოსმენილი და ქალბატონი ნინო ეხლაც აი ჩვენს აი ამ დღეებში ხო იქ ეზოში 1000 სამუშაოები იყო უცებ მოსასწრები ხო სასაფლაო ის ყველაფერში მთელი სამსახურები მოდიოდნენ და ჩვენს გვერდზე იდგნენ მადლობა ამისათვის ყველა ბატონი რეზი ბატონი ბაჩო ჩიჩუა ჩვენი აი იქ უბნის ვინც უკვე მალე ხო დეპუტატათაც მოდის და რაღაცა და ანუ ამ ხალხს რა არის იცით მარტო ეკლესიაში კი არ ქონდა მამაოს სიყვარული ამ ხალხთანაც ანუ საეროსთანაც ისეთი ურთიერთობა ქონდა რომ ყველა ეხმარებოდა არ შეიძლება არ ვთქვათ გიორგი აი წეღან რომ დავიწყე სამლოცველოში სადაც მამამ წირვალოცვა დაიწყო ეს ხო თავისი არ იყო ეს არის ბაღი რომელიც დღესაც ფუნქციონირებს და არც გარდაცვლილი საოცარი ადამიანი იყო მისი მეგობარი ბატონი ალექსი გოგოლაური და მისი მეუღლე ქალბატონი ლეილა დღესაც ბრძანდება ამ ბაღის გამგე და მთელი ოჯახი მისი შვილიშვილები აი ხუმრობთ ხოლმე ეხლა რომ თქვენ ახართ მეთქი მენელსაცხებლე დედები ოღონ მამაოსი მეთქი და ეს ოჯახი დღემდე გვერდში უდგას და ეხლაც ხო ეს ყველაფერი ხო გრძელდება და ამ ხალხსაც დიდი იმიტომ რომ მამაო მადლიერი იყო და დღემდე ბარძიმში იხსენებდა ყოველთვის გოგოლაურების ოჯახს და იხსენებდა ზაზაშვილების ოჯახს და ამათზეც გეტყვით ეს არის პიროვნება ბატონი ჩვენ ესე სიყვარულით ნოდარი არის ბატონი ნოდარი მაგრამ ჩვენ სიყვარულით ივანის ვეძახით და თვითონაც ესე ეძახდა და დღემდე ბარძიმში იხსენიებდა ზაზაშვილების ოჯახს ეს არის ადამიანი რომელიც ეხლაც მოვიდა და მამაოს ყველაფერში რასაც იქ მშენებლობა იქ სამშენებლო მასალები რაღაცები ყველაფერი ხო რაც ხო გვერდში ედგა იმიტომ რომ იქ ბევრი რამე აშენდა ზოგს გონია რომ მამაოს ამ წლებში იქ ხო ხვდები აი ტაძრამდე რაც არის საჭირო კი ნახეთ თქვენ რომ დაწყებული სატრაპეზოდან გაგრძელებული ბაღით რომელიც არის ზამთრის ბაღი ყვავილების ცალკე ჭადრაკის ოთახი ცალკე სამკერვალო ცალკე მარანი იმდენი რამე აქვს აშენებული მამაოს ხუმრობდით ხოლმე მამაო აი ეს აგურები და ეს შენობა რომ ერთად დაგვეყენებინა ორ ტაძარს დაიტევდა თქო და ეს ხალხი სულ ყველა აი ეს ბატონი ნოდარიც ხო ეხლა იქ ზუსტად აი ერთად როდესაც ვიდექით სიტყვა ითქვა და ეს კაცი ეხლა უფრო მონდომებულია რომ 40-ის მერე უნდა დავიწყო უკეო აი ეს ბოლო დასკვნითი რასაც თვითონაც გეგმავდა მამაო სოფლიდან რომ ჩამოვალო სექტემბერშიო რომ უკვე ბოლო აი ეს საძირკველიც გაჭრილი გვაქვს ხო ხვდებით სიმბოლურად შარშან უწმინდესისგან აიღო მამაო კურთხევა და არ შეიძლება რო არ შევეხოთ უწმინდესი ჩვენი საყვარელი პატრიარქი როგორ უყვარდა მამაოს აი ხო არის რომ ვიღაცა გაძლევს სიყვარულის მაგალითს რა არ ვიცი მე როგორ უყვარდა ამ ადამიანს ჩვენი უწმინდესი ვერ იტანდა აი სიტყვას გადაბრუნებულს ვერავინ ვერ გაბედავდა
წარმოიდგინე ჯერ ისე ხო არიან ახლა უკვე მომრავლდნენ ეს ბოროტისგან რო იტყვიან twin გამორეცხილი ხალხი ვინც პატრიარქზე რაღაცას ბედავს და მამაო აი რას ამბობდა ხოლმე იცი კიდე აი სადღაც შევიდოდით ხო დაუშვათ აი ნებისმიერ ადგილას სადაც მამაოს პატივისცემით ეპყრობოდნენ ყოველთვის ამბობდა ხოლმე რომ აი ეს პატივისცემაო მე ხო უცხო მღვდელი ვარო მე კი არ მეკუთვნისო ესო კუთვნის პატრიარქი რომ ჩვენ ესეთი არ ყავდესო ხო ეს პატივისცემა ჩვენზე მღვდლებზე არ იქნებოდაო და სულ ყოველთვის იხსენებდა ხოლმე პირველ შეხვედრას როდესაც ის სასულიერო პირი გახდა მანამდე იყო ჩვენი ეპარქიის ეკონომოსი როგორც გითხარით მეუფე ათანასესგან და წლები უკვე საპატრიარქოს თანამშრომელი იყო მამაო აი ამ ცხელ გულში რო იტყვიან სადაც ყველაზე დიდი კელაპტარიანთია საქართველოსი იქ მუშაობდა და თანამშრომელი იყო მაგრამ მე როგორც სასულიერო პირი რომ მივიდა იხსენებს რომ უწმინდესმაო აი ესე მომკიდაო სამოსზე ხელიო და მითხრაო რომ ეს არ შეარცხვინოო რა და აი ამ ორ სამ სიტყვას ემსახურებოდა და იხსენებდა ხოლმე აი ძალიან დიდი სიყვარულით და მონდომებით და აი ეს ყველაფერი უნდა ითქვას, ასევე უნდა ითქვას, რომ მამაომ, ესე იგი, ეს წიგნები ახლა რასაც ჩვენ აქ ხედავთ შეკრებილს, ხო, თავიდანვე დაარსა გამოცემლობა გორგასალი, იმიტომ რომ თავიდან ხო თქვით, რომ გორგასლის ტაძარში მსახურობდა და სახელი ესეთი შემორჩა და ესე იგი იქიდან დაწყებული ეს პარაკლისები, ეს წიგნები, ეს თარგმანები, ზოგი ხო უმრავლესობა თავისი ნამუშევრები, აი ძალიან ცნობილი წიგნებია, იმიტომ რომ ამით გაიზარდა თაობები და ყველა წიგნის რედაქტორი არის ჩვენი მამა იაკობი ჩიჩილიძე რუსთაველი, დღეს იქ ჩვენთან ერთად წირა და ეხლა გვეხმარება რომ იქ წირვალოცვა არ შეწყდეს და მოკლედ ბატონ ედიშერ ჭელიძესთან ერთად აი ვისთან აღარ ყველა იცნობს, იმიტომ რომ თვითონ იყო ამ ყველაფრის ხელმძღვანელი და ეს უამრავი რამე შექმნა. ტაძარში აქ გიორგი შეგროვილი 100-მდე წმინდა ნაწილი. ხან იერუსალიმიდან, ხან კეოპეჩორის ლავრიდან, ხან სადაც მოხდებოდა მამო ყველა მხრიდან მოქონდა ეს სიწმინდეები და სპეციალური ვარსკვლავები რო არის, იმაში აგროვებდა და სულ იძახდა რომ ესო ეხლა პატარა სამლოცველოსთვის არ არისო, ესო დიდი სამლოცველოსთვის მამზადებინებს უფალიო. ხატები, არ შეიძლება რო არ თქვას, ახალი ხატები შექმნა. აბორტ გაკეთებული დედების ხატი რო არის თუ და პარაკლისებს იხდიდა რომ პარაკლისებს ხო იხდიდა და უნდოდა აი ამ თემას ძალიან განიცდიდა რომ გავაკეთო პანსიონიო სადაც ორსული ქალები მოვლენო ვისაც არ აქვთო იმ საშუალებაო რომ აი ოღონდ აბორტი არ გაიკეთონო და აი ამ პანსიონზე საუბრობდა ასევე საუბრობდა და უნდოდა ეს უნდა გაკეთდეს ჩვენი გაგრძელებით რო იტყვია ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იქ ერთი მხარე მთლიანად ტაძრის მხარე უნდოდა თავისი მიცვალებული ვინც კი ყავდა მრევლი სულიერი შვილები ყველას მემორიალი მინდა გავაკეთო რაღაც ლამაზი მწვანე ქვა ქონდა ნათქვამი და სახელი გვარი თარიღიო რა და აი მემორიალის შუაში დაიკრძალა თვითონ ესეც ანდერძად დამიბარა რომ მე აქ დამკრძალეო რა ხო და აი მაგის გარდა ესე იგი ჩვენთან იქ ტაძარში აი წეღა რაც თქვით ხალხს რომ უფრო განუმარტოთ ჯგუფები შექმნა 2008 წლიდან დაწყებული აი ზაზას როდესაც ახსენებს ეს ხო ჩვენი ტაძრის გმირი კაცი იყო და იქ სხვებიც ხო უამრავი ხალხი მოდიოდა და ლოცვას რო ითხოვდნენ წიგნი მინდა რო გთხოვდნენ ამას ღამის განმავლობაში არ მიდიოდნენ სახში და ავტომატურად გაკეთდა უწყვეტი ლოცვები და ეს ჩაგვაბარა ქალები ჩააბარა, ქალებისიაო, შენ ჩაიბარეო ქეთევან ნათენაძე, ჩვენი უერთგულესი, უმაგრესი ადამიანი, რომელიც მერე ჩოხოსნებში ჩვენ უკვე რომ მოხვდით, უკვე უწმინდესისგან კურთხევა ავიღეთ და მამა სერაფიმემ ჭედიამ, ჩვენმა ძვირფასმა მამამ სვეტიცხოვლის უკვე იქ მოგცა საშუალება, რომ გაგვეკეთებინა ეს უწყვეტი ლოცვის ჯაჭვი უკვე ჩოხოსნებში. იქაც ჩოხოსნების მოძღვარი იყო, საათობით გველაპარაკებოდა ხოლმე, დაიბარებდა ხოლმე ჩვენს მეთაურ ზვიად სეხნიაშვილს დაჯდებოდა 1000 გეგმაზე, 1000 თემაზე, 1000 ზვიადის დიდი მადლობა, დიდი წვლილი ზვიადს აქედან კიდე ერთხელ მადლობა, რომ ესე გვერდში ედგა და ესე აიტაცა ეს ღირსეული ადამიანი. ნამდვილად, სახა მეც ხო 10 წელი 9 თუ 10 წელი ჩოხოს. თქვენზე არ არის ლაპარაკი, ჩვენ უკვე ოჯახის წევრები ვით. ხო და აი ესე იყო ზვიადიც ოჯახის წევრად ყავდა, შუა ლოცვაზე შემოიყვანდა ხოლმე რაღაც იდეა რომ გაუჩა, არ გადადებდა მეორე დღისთვის. და ყველაფერზე თხოვდა უწმინდეს უთხარი უწმინდესისგან აიღე კურთხევა მე ხო იცი ვეღარ ვაწუხებ ესე ხშირად და რაღაცა ხვდები და იმდენი რამე მოასწრო რომ
იმის გაკეთება ეხა ჩვენ გვინდა წიგნივით, რაღაც ამ ბროშურა, რაღაც გამოცდილებულად. ეს საქმეები რაც გაკეთდა, დაიწეროს და რაც არა და ჩვენ რაც გვაქვს შესასრულებელი რომ არ დაგვავიწყდეს გიორგი, უბრალოდ რომ აი ეს კურთხევები გაგრძელდეს და შესრულდეს. აუცილებლად შესრულდება. აუცილებლად და მე მინდა მამა თქვა რომ აი ესეთი დიდი ადამიანები ჩვენ ცხოვრებაში ჩნდებიან და აი ესე უცბად უეცრად მიდიან ხოლმე და გეხვეწებით შეამჩნიეთ საქართველოში ამ ბოლო ხანს დიდი პრობლემაა მაგის რომ დიდ ადამიანებს ისე ვერ ვამჩნევთ და ისე ვერ ვაფასებთ როგორც დასაფასებელი არის მამაო და შეიძლება ეხა ბევრს შეიძლება გული გწყდება ბევრი არის ადამიანი რომელიც ფიქრობს რომ ნეტა ხო შემეძლო მენახა იქამდე გული მიგზნო და რაღაცა ხო უნდა ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმიტომ რაღაცა რო დადგება და ყველას ერთმანეთზე გული დაგწყდება და ერთს კიდე ვიტყვი რა ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რომ რაღაცა შემდეგ მოძღვარი რო არ არის ხოლმე მისი ჭირისუფლები ისეთ ყურადღებას ვეღარ ღებულობენ მრევლისაგან როგორც მაშინ რო ყავდა ციცოცხლეში მისი მეუღლეები და აუცილებლად თქვენ ვისაც მამაო გიყვართ ქალბატონ ფატის უმძიმესი დღეები აქვს და უმძიმესი პერიოდი აქვს და აუცილებლად არ მოაკლოთ ყურადღება, აი ყოველთვის იცოდეთ, იმიტომ რომ მამა კახაბერის სიყვარული იწყება აი იქიდან, იმიტომ რომ დედა ბარბარემაც იმანაც მითხავ, სულ ნერვიულობდაო ქალბატონ ფატიზეო რა. უცხო ხალხი სულიად მოდიოდნენ. ვიღაცა გაჭირებულები მოდიოდნენ. ჩვენ არ მოვიდოდით ისეო, რომ აი ესე უფლებიო, რო არ დაერიგებინა, აი როგორი ისეთი კაცი იყო, მისთვის არ ქონდა და კიდე წარმოგიდგენთ სახლი გაყიდა. ესეთი ადამიანები, აი უბრალოდ სადგინახავთ თქვენ ახლა რომ თავის სახლი გაეყიდოს და ეკლესიის ტერიტორია შეეძინოს. აი წარმოიდგინეთ, ეხლა აი ამ ადამიანზე მარტო ეს ერთი საქციელიც ყველაფერს ყოფნის საერთოდ და ზეცამდე აგიყვანს, ხო? აი მამა კახაბერი იყო ესეთი ადამიანი. კიდე უფრო დიდი გეგმები ქონდა გიორგი, რომ აქო ესე იგი წეღან რომ თქვით ჩვენი მართლა იმედები არიან ეს ხალხი არ გვტოვებენ აი ახლა თქვენ რომ მოუწოდებთ ხო არავინ არ ტოვებს არც ფატის არც ეკლესიას გვერდში საოცარი რაღაცა მოხდა წარმოიდგინე აი ხო ვიღაცას გოლია რომ აი ხალხი ბევრი რაღაც დაშლის ქალბატონ ფატიზე კი არ მოგ მარტო ჩვენ შემთხვევაში ხშირად არის ხო ხდება ხოლმე რომ მიტავებული ხდებიან და არ მინდა რომ ეს ხალხი მოდის აი იგივე ხო ის ბატონი ნოდარი ჩვენი ივანეჭი საყვარელი კაცი მოდის და ეხლა უფრო მონდომებულია შეიძლება მანამდე ხო ესე მამო ესე არ დაეჩქარებინა არ შეეწუხებინა მაგრამ ეხლა რო აღარა ყავს მეტი мотиваცია მოგვეცა აი კარგია ხო კარგი ეს მაგალითად უნდა ვთქვა ესე იგი მე რა მინდა რომ მოვასწრო იმიტომ ბევრი დრო მე მგონი აღარა გვაქვს მამაო პირველად დაიწყო რუსთავში ალილო ეს ახლა შეიძლება ვიღაცას უცხოთ მოხდეს ყურზე, მაგრამ რუსთავის ქუჩებში რუსთავის ქუჩაში ალილო არ ტარდებოდა ხოლმე, არც ჭონა, მამაომ დაიწყო ეს პირველად და მერე გაგრძელდა ეს ყველაფერი დღემდე, ესე იგი მთელი რუსთავის ეკლესიების სამღვდელოება ამას აკეთებს და მადლობა ღმერთს ამისთვის, მაგრამ მამაო ამაშიც გენერატორი იყო, რო იტყვენ ამ იდეების. მერე გააკეთა ნახე გიორგი 3 წელია უკვე რა გააკეთა, აი აზრად როგორ უნდა მოგივიდეს თუ ეს აი უფლისგან მადლი არ არის ნიჭი. ეხლაო 100,000 მოწამის ხსენების დღე როაო, ყველა რო თბილისში გავრბივართო სულო. ემათმა სისხლმაო, აქ არ ჩამოიარაო რუსთავშიო, მე აქ უნდა დავხდეო. წაგვიყვანა მრევლი, ამის მერეო, ესეთი ტრადიცია გქონდესო და ყვავილების დიდი თაიგული სანთლებით გაგოკეთებინა და რუსთავის ხიდიდან ჩაგვაშვებინა. წარმოიდგინე, ეს ტრადიციაც დაამკვიდრა. აი ესეთი რამდენი იდეები მოძდიოდა იგივე ჭონა აი ჭონა მაგალითად ზოგმა სიტყვაც არ ვიცოდით რავი ჭონა აღდგომის შემდეგ მსახურების შემდეგ რაც არის ალილო შობის მერე იგივე ქუჩებში გამოსვლა და ქრისტეს აღდგომის მილოცვა ხალხისთვის ხო აი ესეც ხო და აქ მაქვს ეხლა აი უბრალოდ რა არის იცი რომ არ დამოვიწყდეს მეთქი აქ არის 26 საკითხი მიწერია წარმოიდგინე რომელთაგან ყველაზე ვერ ვილაპარაკე ვერა მამა ფიზიკურად აი მამა გაბრიელის სიწმინდეები ჩამოაბრძანა პირველად ითხოვა რომ მამა გაბრიელი ჩვენი წმინდანის დიდი მამის აგერ წლები 7 წელი ჩვენთან ჩამოყავდა ბატონი აკაკი მინდიაშვილი საოცარი თეოლოგი უმაგრესი ადამიანი ესეც რომ მრევლსო მეო რა სიტყვასაც გეუბნებით იმის მერე რომ კიდე უფრო შეივსოთო მიხა ხელაშვილის საფლავზე ავყავდით აუცილებლად აი ეს ქონდა ხოლმე ტრადიცია ეს ქართული დიდგორზე მარტყოფზე ამაზე ეხლაც მარაბდაზე უბრალოდ ასწრებსაო ხო თითქოს გული უგზავნა
გეულები იმდე რაღაცას გვიბარებდა. სამი სიცოცხლე არ იყოფა, მაგარაც მის სიცოცხლეში გააკეთა. აი სამჯერ რო ვიცოცხლოთ, მაგას ვერ მოვასწრებ. აი ოლღა გურამიშვილზე სულ გვიყვებოდა თითქოს იცოდა რომ აი ესე იგი ფატისთან სუპარალელს ავლებდა ხოლმე რა. თან იქაც ხოვება რო. კი, იქაც ხოვება. მარტო დარჩავდა, შემდეგ წიგნების გაყიდვით ირჩენდა თავსო რო. ქორეოგრაფიულ ანსამბლებზე მინდა წინასწარ. აი ხშირად გაგიგია რომ ეკლესიასთან არსებული, აი წმინდა 13 ასული მამის სახელობის ეკლესიასთან არსებული ორი ქორეოგრაფიული ანსამბლი არის. გორგასალი და კეღოშვილები. აი ეს გორგასალი არის ბადრი ბერაიასი, რომელიც აი ალექსი გოგოლაურის, აი მოჯახის წევრია და გიორგი კიდე ჩვენი უბნელი ჩვენი მეგობარი და ამათ ორივეს ფარველობას უწევდა, ამით ეკლესია რო იქნებაო. ეკლესია რო იქნებაო, სახელწოდებაო და ჩვენ რო ვიქნებითო ერთადო, ესო დიდი ფარველობა არისო. ასევე მინდა მოვასწრო იმის თქმა რომ ეზოში ნახავდი ძალიან დიდ ვენახს, ტალავერს. აქეთ ალადასტური გაგვაკეთებია. აქეთ სხვადასხვა ჯიშის ღვინოები და საკუთარ ღვინოს წურავთ საბარძიმედ დღესაც აი მამაომ გამოგიგზავნა ის ღვინო წეღან რო მადლობა გადაუხადე აქედან იქ ღამის წირვები დავითგარეჯში რასაკეთებდა ნახე იერუსალიმისო ეს მადლის ქვაო ხო დავითგარეჯელმა წამოაბზანა და სამჯერო გარეჯის მოლოცვა ერთხელ იერუსალიმის ტოლფასიაო და ღამის წირვებზე თხოვდა ხოლმე იქ მამებს და ჩაყავდა მრევლი და იქ წირავდა რომ იქაც მადლი მიეღოთ. უფლის საფლავზე გააკეთა საოცარი რაღაცა. გააკეთა ქართული სახარება, ძალიან ოქრო ვერცხლში მოჭედილი ძვირფასი გიორგი ჩავიდა იქ ქართულად წირა. ქართულად იმას ქნა, რა ქვია, იქ ადი და უფალი და ის ქართული სახარება ეხლა აღდგომის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში არის საჩუქრად დატოვებული, ესეც მამა კახაბერისგან და საქართველოს ეკლესიისგან. რომ ეხლა შეიძლება რომ მისმენდეს გამიბრაზდეს რომ საქართველოს ესეხშურა არა უწმინდესისგან ეკლესიისგან აი დიდი ერქვა ეპარქიისგან რა ხვდები აი თავის სახელს არასდროს ესე არ წარმოაჩენდა ხოლმე აი ამ წიგნების ავტორი რო თვითონ არის და მე გავიგე პირველად შენ კი არა მამებმა ბევრმა ხო ხვდები ანუ ასევე მინდა ვთქვა რო არ გამორჩეს ჩემ და სამწუხაროდ მამო ფილმი მინდა გაუშვა მამაოს და დრო რო ამოგვეწურა კარგით ჩვენ მთავარი კიდე მოდი კიდე შევხვდეთ აი 40-ის მერე აუცილებლად კიდე გავუკეთეთ უბრალოდ ერთი მინდა აქედან მამაოს გადავწე მთელი მრევლის სახელით ყველა სახელით იმიტომ რომ სიტყვა სამყაროში არ იკარგება აქედან სიტყვა აუცილებლად მივაიღეთ და გძნობ მის არსებობას აქ ჩვენში რაღაცას ხაის მოდის ხო და კიდევ ერთხელ რომ მამაო გვიყვარს მეც ძალიან მიყვარს და ყოველთვის აუცილებლად აი მამაოს ფოტო ჩემთან უკან აუცილებლად აქ ბევრი ღირსეული გარდაცვლილი ადამიანის და ცოცხალის სურათებია და აუცილებლად აქ დაიბუდებს მე პირობას გაძლევ და იქნება მამაოს ფოტოც ხოლმე აუცილებლად ბედნიერებას გისურვებთ მამაო ლომისაზე ადეოდა ხოლმე რაღაცა მოლოცვები უყვარდა ძალიან როგორც მამაო მახსენ მამა დავით ძალიან დიდი მადლობა თქვენ პირადად უღრმესი მადლობა რომ ხართ ესე რომ გაგვაცალით კიდე უფრო მეტად მამაო და აუცილებლად კიდე მოგიწევთ ამ მაპატიეთ რომ მამაოს უბრალოდ ფიზიკურად ხუთი გადაცემა არ ეყოფა მამაოს ნამოღვაწარი რომ მოგვეყოლა და მაგიტო მოკლედ ვიზიარებ თელ წუხარებას თელ მრევლისას თქვენსას და საქართველოს წუხარებას ამ ადამიანის გარდაცვალები და ფილმი გაუშვათ ლომისაზე იყო და 8 ნახევარზე აუცილებლად დაგიბრუნებთ ხათაშორის ხვალ არის მამა თეიმურას ქორიძის წლის თავი და მისი მეგობრები გვეყოლებიან და 8 ნახევრისთვის გადმორთეთ ისევ ბინდის ფერია სოფელი თანდათან უბრობინდება ამინ არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება ჩვენს ნასახლარზე ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება ჩვენს ნასახლარზე ოდესღა
რასაც მოკლედულია ვინც გძლად ეგონაიარა თოფ შანგი შეშამჟამს მიტა კაცის გულს დარდიარა ოვასი გუდილი უჩინო ერსამში აფრისიარა ივნის 60 და გადავწყვეტ წასულიყავთ ლომისის წმინდა გიორგში და დილის 6-ზე გავეთ აქედან 70 მომლოცველი ჩავედით ლეთაში ნახეთის მეწყერი მოწოდილი მეწყერი რომელიც ლომისაში იყო ქვევითა ლომისაში შევარდნილი მოვილოცეთ ქვევითა ლომისა და მე გადავწყვეტ რომ წასულიყავთ ზევითა ლომისაზე და ესე ნელ-ნელა დავადექით ლომისის გზას როცა ავედით ზევით დავაყენეთ პარაგლისი წაყვანილი ყავდა გალობელთა გუნდი შევასრულეთ პარაგლისი გადავიხადეთ ის ჯაჭვიც შემოვიარე ჯაჭვით და ტაძრისა და სვეტიდან შემოს სვასარა რაუდიარა ლექსო ამოქთქო მოხერო თორო იქნება უბოდებოდე ნაშენ კი ჩემად სახსორად საქაოს არჩებოდე მოგსკომენ შემემსორები ანადურის ხმაზე ყვებოდე დაიცვას პოლიტიკური განსაცდელისაგან და პოლიტიკური საშინელებისაგან რომელიც ეხლა თავს ახოვებს ჩვენ ქვეყანას და დაიცვას ჩვენი ოჯახები ჩვენ ნებისმიერი გვაცხოვნოს შევთხოვოთ წმინდა გიორგის აცხოვნოს ჩვენი სულები და მოხდეს პირველში სიმშვიდე და სიწყნარე მოხდეს ქვეყანას ჩვენს ოჯახებში ჩვენს სულში და შევთხოვოთ აი როგორც შევთხოვოთ წმინდა ლომისის წმინდა გიორგის რაც კი შევთხოვოთ ნებისმიერმა ქვეყანას შეგისრულოთ და შეგისრულოთ კიდევ სულისათმის სამოჯეტო და ქრისტე აღნიშნული პირი და ენაი შეთხზუათ ქებისა ბიბლისა ალბათ გიორგი მოწამისა წმინდა ჩვენი ერისა და იქ გაჩნდა იდეა რომ იქნება წაგვეღო იქიდან ლომისიდან აი მე ქვევით და აი ამ ქვევით რუსთავში გავეკეთებინა ნიში და მართლაც მადლობა უფასო მრევლ შორის აღმოჩნდა ორი რეგბისტი ირაკლი ნატრიაშვილი და მიხეილ ციკლაური და აი მათ კისერზე მოხდა ეს ორი ქვა წამოვიღეთ ერთი საკმაოდ ძიმეა და მეორე შედარებით სუბუქი იმასთან შედარებით და აი მამა ორმა რეგბისტმა ჩამოაბრძანა ეს ქვა ქვევით და მე თავისთავად მანქანაში დავდებ და იქიდან რუსთავის წამოვაბრძანეთ ხოლო მეორე ქვა რუსთავის ჩვენი ეპარქიის დაარჩენილ ბიჭებმა ზიდეს აი ხიდის თავში
შევგრათ პირობა ჩვენ გავხდეთ ბიძლი ზმანია ჩავხდეთ მუხრანა ბატონსა თავს დავანგრიოთ ბანია ой, ეხეთ გადავიღო, მოიცა? და რა თქმა უნდა წამოვედით ასვლა შედარებით იოლი იყო ჩამოსვლა გაგვიჭირდა ამ 70 კაცს ნაცის 70 კაცს და ერთ-ერთი ჩვენ შორის არის სიალა გავისონი რომელსაც ფეხშველა ზოგი აქედან ფეხშველავით მაგრამ ამას იქიდან ფეხშველა ჩამოსვლა მოუწია და თვითონ ეთქოს ახლა დარაჩეს პოლოცის შესახებ რა თქმა უნდა ავიდეთ ზემოთ ფეხშველი მოდიოდა ხალხი და შევნატროდი მაგრამ რა კარგია რომ მოდიან და როგორი ეს არის რომ აი ასე მავლენ ზემოთ და მოელოცებენ თქო და წამოსვლისას მე თვითონ ალბათ ასეინება წმინდა გიორგი მე თვითონ ფეხშიშველი ჩამოვედი სულ ბოლომდე ზემოდან ბოლომდე ჩამოვედი ფეხშიშველი და წარმოიდგინეთ რომ ფეხი იქ მткиოდა მაგრამ ჩამოსვლის შემდეგ ფეხზე ნაკაწრიც კი აღარ გამაჩნია დიდება უფალს დიდება წმინდა გიორგის რომ აი ასე ჩვენთვის ჩვენ მოგვეცა უფლება რომ ავსულიყავით და ველოცამ ლომისაზე ახლა ძალიან დიდი მადლია თავისთავად, მაგრამ ყველა ვერ მოახერხებს ასაკის გამო, ჯანმრთელობის გამო იქ ასვლას, იმიტომ რომ წავედით რაღაც 15-20 კაცამდე წნევის სხვაობა გაუჩნდათ და ცუდად შეიქმნა წნევის სხვაობა, ვერაიდა სამხელე წნევის სხვაობა და გადაწყვეტა მისში გავეკეთებინა, მართლა ჩამოაბრძანეთ ეს ხო? ჩაუმზადებულია თქვენს ნახეთ ეს ხო და გადაწყვეტა რომ 13 ასვლელი მამის სამლოცველო სეზონში დროებით სანამ ტაძარსავაში გავაკეთეთ ნიში და როცა იქით გადავალთ, ამის იქით გადავიდა. და იქნება ლომისის წმინდა გიორგის ნიში და რუსთაველებს ეცოდინებათ, რომ რუსთავში არის ლომისის წმინდა გიორგის ნიში. სადაც შეუძლია მოვიდნენ ილოცონ თქვათ ეს სანთელი დაანთონ და იქ მადლით რაღაცა წამოგზავნებულია თავისთავად, შეხებულია იმ სამკვეთლოსაც იქაც, იქ ჯაჭვსაც და შევთხოვეთ წმინდა გიორგის, რომ აი ეს ეკუთვნებინა და დაელოცა ჩვენი იდეა, სასაც რუსთავში წმინდა გიორგის ნიშის აშენება ქვია. Magra